ჩვენთან არის ღმერთი. მოგილოცავთ სამოქალაქო წესით დამდგარ ახალ წელს. მომავალ დღეებში ჩვენ ვიზეიმებთ შობის დღესასწაულს, ასევე ახალ წელს საეკლესიო გაგებით და ყოფილიყოს ეს წელი მშვიდობისა. გუშინაც ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი რო განვითარდეს ოჯახში, ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა რა უნდა იყოს, ფუნდამენტი. იმ დღეს ვისხედით ოჯახში ახალ წელს და საუბრობდით, რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. რო ადამიანი ამ წუთის სოფელში და საერთოდაც წარემართოს მისი გზა, რო აკეთოს თავისი საქმე. რა არის ამის საფუძველი? ეს არის სიმშვიდე. ოჯახში თუ არ არის სიმშვიდე, თუ არის გასცი გამატარე, ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ მართალია და ვინ მტყუანი, იქ ვერც კაცი განვითარდება და ვერც ქალი და მით უმეტეს ბავშვი ვერ განვითარდება. იმიტომ რომ როდესაც შენ უნდები შენ სახში ბრძოლას და ფრონტი გაქვს სახში, გარეთ ვეღარ შეძლებ ბრძოლას. აღარ გექნება ამისი ძალები. ან სახში ბრუნდები და გვხდება მეორე ფრონტი. შენ რატო ვაკეთებ, მე მართალი ვარ, ის ახლა პირიქით ამბობს და დაუსრულებელი ჭკუის არეულობა. ასე რომ ღმერთმა მოგცეს სიმშვიდის განცდა. სადაც ეს არ არის, იქ განვითარება არასოდეს არ ხდება. არც კაცისა, შეიძლება რაღაცა აკეთოს კაცმა, მაგრამ უგულოდ გააკეთებს მერე. შეიძლება რაღაცას აკეთებდეს ქალი, მაგრამ უგულოდ გააკეთებს, იმიტომ რომ სტიმული აღარ ექნება, ძალები აღარ ექნება ამისთვის. და მით უმეტეს ბავშვი, რომელიც უყურებს ამ ორ სულელს, ერთმანეთს რომ უმტკიცებენ რაღაცეებს, ორივე უყვარს, მამაც და დედაც. და ვერ ხვდება რა ხდება აქ. კომპლექსდება, იკეტება და ვეღარ ვითარდება ვერც სკოლაში, ვეღარც უნივერსიტეტში, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს. ასე რომ ღმერთმა მოგცეს სიმშვიდის განცდა საკუთარ გულებში, ტვინების დალაგებულობა, რომლის გარეშეც, როგორც მოგახსენეთ, აღარც სიყვარულია და აღარც განვითარება არანაირი. ღმერთმა ინებოს, რომ სიმშვიდე იყოს ჩვენს გულებში, დალაგებულება ჭკუისა, საზოგადოებაშიც შემდგომ დალაგებულობა იქნება. თუკი ჩვენ ვიქნებით დალაგებული, სიმშვიდის მქონე ადამიანები, მშვიდობა მაშინ იქნება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელი კვირა წოდებულია როგორც წმინდა მამათა კვირა, იმიტომ რომ წინა მორბედია შობის დღესასწაულის. რატო ეწოდება ამ კვირას ასე? იმიტომ რომ სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ გენეალოგია მაცხოვრისა, ანუ მაცხოვრის წინაპართა ჩამონათვალია უამრავი სახელი. ზოგი ცნობილია ჩვენთვის, ზოგი უცნობია და ამით ეკლესია გვეუბნება, რომ მაცხოვარმა მიიღო იგივე ბუნება, რაც ადამის შთამომავლებს ჰქონდათ. ანუ ის დაცემულობის შედეგი, ცოდვის დაცემულობის შედეგი, რაც გამოასწორა მაცხოვარმა. მაცხოვარმა მიიღო დაცემული ბუნება კაცობრივი, როცა განკაცდა იგი. რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ნიშნავს ტკივილ გამცდელობას, მოკვდავობას, ანუ რომ გახდა მოკვდავი ადამიანის სხეული და ხრწნადობას, ანუ დაქვემდებარებული გახდა ხრწნილებას, იგივე სიბერეს. ადამიანს ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, არ ქონდა.
მაცხოვარმა ნებსით მიიღო თავისი წინაპრებისაგან, ხორციელი წინაპრებისაგან ეს ყოველი და აღდგომის ჟამს გამოასწორა საკუთარ თავში. გენეალოგია. ძალიან საყურადღებო ერთი მომენტი აქ. მათ ეს სახარება იწყება ასეთი სიტყვებით: წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. წიგნი შობისა. ბერძნულში არის გენეზისი. გენეტიკა აქედან არის. წარმოშობას ნიშნავს. და რა არის აქ საყურადღებო და პარალელი რასთან არის? პირველი წიგნი ბიბლიის ბერძნულში ქართულად ხო იწოდება შესაქმნის წიგნი, ან თანამედროვე ქართულად დაბადების წიგნი, სადაც არის სამყაროს შექმნაზე საუბარი. ბერძნულში არის გენეზისი. პირველ წიგნს ბიბლიისას ეწოდება გენეზისი. ესე იგი, თუ პირველ წიგნს ეწოდება გენეზისი, ანუ წარმოშობისა, მათ ეს სახარებაც იწყება წიგნის შობისა. ესე გენეზისით იწყება აქაც. მაგრამ ერთი და მეორე გენეზისი არსობრივად განსხვავებული გენეზისებია. თუ პირველ შემთხვევაში ეს პირველი წიგნი იწყება სამყაროს აღწერილობით, თუ როგორ ქმნის ღმერთი სამყაროს, ანუ როგორ წარმოშობს სამყაროს, როგორც ქმნის, მეორე შემთხვევაში გენეზისი მაცხოვართან დაკავშირებული რას გულისხმობს, რომ რაც პირველ გენეზისში დაარღვიეს ადამიანებმა და ჩანაფიქრი ამ პირველი გენეზისისა იყო ფრიად კეთილი. იმიტომ რომ ყოველი შესაქმნის შემდგომ, ყოველი დღის შესაქმნის შემდგომ ღმერთი ამბობს და ფრიად კეთილ. ესე კეთილი არის ძალიან ის, რაც მე შევქმენი 6 დღეში. ეს ყველაფერი დაარღვია ადამიანმა. გაანადგურა საკუთარი თავით. აი მეორე გენეზისი, მათ ეს სახარება, რომლითაც იწყება, ეს არის გამოსწორება პირველი გენეზისისა, რაც ადამიანებმა დაარღვიეს. სხვაგვარად რო ვთქვათ, პირველი ეპოქა არის ღმერთის ეპოქა, როდესაც ადამიანებს ჩააბარა სამყარო, ამათ ვერ მიხედეს ამას და მეორე არის ახალი ეპოქა, მაცხოვრისეული ეპოქა, გამოსწორების ეპოქა, ახალი გენეტიკა, სულიერი ამ შემთხვევაში, რომელმაც უნდა გამოასწოროს ის, რაც პირველ გენეზისში დაირღვა და გაანადგურეს ადამიანებმა. წინაპრები ვახსენეთ მაცხოვრის. ვინ არიან წინაპრები მაცხოვრისა? ბევრია ჩამონათვალი, ყველას ვერ შევეხებით. ზოგი ცნობილია, როგორც მოგახსენეთ, ისეთი მაგალითად, როგორც დავით მეფე, სოლომონი, რობუამი, სოლომონის შვილი, რომელმაც შეიძლება ითქვას დაკარგა მეფობა, კი არ დაკარგა, მაგრამ მის პერიოდში იყოფა ორად, ისრაელის სამეფოდ და იუდეის სამეფოდ, ებრაელთა ხალხი და მთელი ეს ისტორიებია, მაგრამ აი ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი მაინც არის იუდა, ისკარიოტელი არა. იუდა მრავალ ადამიანს ერქვა. ერთ-ერთი ისკარიოტელი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა იუდას ვიგებთ, ყოველთვის ისკარიოტელთან არის დაკავშირებული. იუდა არის იაკობის ძე. რატო ამ მნიშვნელოვანი მოგახსენებთ? აი როგორ იწყება ესე გენეზისი, მაცხოვრის წინაპართა ჩამონათვალი. როგორც მოგახსენეთ, წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. რატო ახსენებს პირველად დავითს და არა აბრაამს? ქრონოლოგიურად ჯერ აბრაამია, აბრაამის ძია დავითი, მეფე. იმიტომ ახსენებს მათემახარებელი ჯერ დავითს, რომ დავითის შტოდან უნდა მოსულიყო მაცხოვარი. და ებრაელებს რო წერს თავის სახარებას, სწორედ იმისკენ მიუთითებს, იმისკენ მიმართავს მათ აზრს, რომ სწორედ ეს არის ის მესია, რომელსაც თქვენ დავითის შტოდან ელოდებოდით. ესე იგი იწყება ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა და შემდგომ.
აბრაამ შვა ისააკ. ისააკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან. თამარი გახლავთ ცოდვილი ქალი, რომელმაც ეს ფარეზი და ზარა თავისი მამამთილისაგან გააჩინა. ინცესტია ფაქტობრივად. იმიტომ ეს დიდი ისტორია, ახლა ამას არ მოყვები, მაგრამ აი ესეთი მდგომარეობაა. ესე იუდა არის მამა ფარეზისა და ზარასი, მაგრამ თამარი არის მისი შვილის ყოფილი ცოლი. გარდაიცვალა ის ვაჟი და რო გაიზარდა მეორე, აღარ მიათხოვეს, იმიტომ ლევერატის წესის მიხედვით მეორე ძმისა უნდა ყოფილიყო. ებრაელებში ასე იყო, რომ თუ გარდაიცვლებოდა ერთი, მეორის უნდა ყოფილიყო ეს ქალი, ცოლი. მაგრამ იმის შვილად ითვლებოდა პირველისა. გენეტიკურად ამისი, მაგრამ წოდებით იმისი პირველისა. რომელმა, ესე იგი, არ მოიყვანა იმ პატარამ, რო გაიზარდა და იძულებული გახდა შტო რო გაეგრძელებინა აბრაამისა თამარი. ესე იგი, ისე ახერხებს ამ ყველაფერს, რომ ფარეზი და ზარა გაუჩნდება იუდასაგან. იუდა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. ფარეზ შვა ესრომ. ესე ფარეზის ხაზი მიდის დავითის ძისა, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ და მერე მიდის ვიდრე დავითამდე და შემდგომ და მაცხოვრამდე. რატო არის ყველაზე მნიშვნელოვანი იუდა? იაკობი და იუდა. ცოდვის გამო არა. ეს ღვთის დაშვება იყო ამ შემთხვევაში, ახლა ამას არ განვიხილავ ჩვენ. არ არის აქ ადგილი განსახილველი ამისი. მთავარი რა არის? მესიანური, ანუ მაცხოვრისეული გამომხსნელობითი რა იყო აქ. იაკობს, რომელიც იყო შვილიშვილი აბრაამისა, ესე იგი აბრაამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. ვინ ძმანი მისნი? ვინ არიან ეს ძმანი? 12 კაცია აქ, რომლისაგან შედგა 12 ტომი ისრაელისა. და გენეალოგიაში მაცხოვრისა იხსენიება მხოლოდ იუდა და ძმანი მისნი. რატოა ესე? ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან განმარტებას ჩვენ ხვდებით მეორე-მესამე საუკუნის მოძღვართან ანტიპაპი ეწოდებოდა მას, წმინდა იპოლიტე რომაელი, შეიძლება გაგიგონიათ. დიდი ღვთისმეტყველი და მას აქვს მრავალ შრომათა შორის ესეთი შრომა ისააკისა და იაკობის კურთხევათა შესახებ. რას ეხება ეს დიდი შრომა მოცულობით, მაგრამ რას ეხება? ერთი მხრივ ისააკის კურთხევას ეხება, როცა აკურთხებს თავის ძეს იაკობსა და ესავს, და მეორე მხრივ იაკობი როგორ აკურთხებს თავის შვილებს, სანამ გარდაიცვლება. და შვილები იაკობს ყავდა, როგორც მოგახსენეთ, 12 ვაჟი, 12 ტომი აქედან შედგა ებრაელების. აი სანამ გარდაიცვლებოდეს, ბიბლიაშია ეს ნათქვამი. ბოლო თავებია შესაქმნის სიგნისა, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ. სანამ გარდაიცვლება იაკობი, მამამთავარი, თავის შვილებს მოუხმობს და ყველას თავის კურთხევას აძლევს. და ეს კურთხევები ერთგვარი წინასწარმეტყველებებია. მოიყვანს რუბენს, უფროსი ვაჟები ვინც იყვნენ ჯერ, სიმეონი და ლევი. და მათ თითქოს კი აკურთხებს, მაგრამ მის სიტყვებში იაკობისა არის უფრო მამხილებლობითი სიტყვები. იმიტომ ძალიან ბევრ ამას დაარღვევენ ეს უფროსი ვაჟები მამის წინაშე და ზოგადად. და აი კითხვა იბადება აქვე. რატო ამხელს ლევის? ლევი იყო ერთ-ერთი შვილთაგანი, ვიდრე იუდას აკურთხებს, ამ უფროს ვაჟებს აკურთხებს იგი. მაგრამ უფრო ამხელს ვიდრე აკურთხებს, როგორც მოგახსენეთ.
და ლევი განსაკუთრებით ლევიტელები აქედან შედგნენ. ლევიტელები იყვნენ სიწმინდის მსახური ადამიანები. ყველა მღვდელი და მღვდელმთავარი იყო ლევიტელი, შტოდან უნდა ყოფილიყო. ლევიტელები ებრაელთა ხალხში არასოდეს არ მუშაობდნენ. მიწაც არ ეძლეოდათ შეიძლება ითქვას. ანუ არ მუშაობდნენ, როგორც სხვა ტომი, 11 ტომი მუშაობს, მაგრამ ესენი მე-12 ტომი შეიძლება ვთქვათ. არ მუშაობს, იმიტომ რომ ესენი არიან ღვთისმსახურები, მღვდელმთავრები არიან ესენი და მღვდლები. აი მოსე ლევის შტოდან იყო. მოსეს ძმა პირველი მღვდელმთავარი აარონი. პირველი მღვდელმთავარი და მისი შვილები მღვდლები იყვნენ. და ამათ არ აკურთხებს იაკობი. უფრო მეტად ამ ხელს ვიდრე აკურთხებს და რატო? იმიტომ რომ იცოდა ამ დიდმა წინასწარმეტყველმა პატრიარქმა იაკობმა, რომ მათი შტოდან იქნებოდა ანა და კაიაფა მღვდელმთავრები, რომლებიც განიკითხავდნენ შემდგომში მაცხოვარს. და ამით განჭრეტილი და შთაგონებული იაკობი კურთხევას ამათ არ აძლევს. შემდგომში მოსე მისცემს თავის ძმას კურთხევას მღვდელმთავრობისას და აკურთხებს ამ შტოს, მაგრამ ლევის როგორც იუდას ესი არ აკურთხებს. უფრო ამ ხელს. ეს სიტყვები შეგიძლიათ წაიკითხოთ კერძოდ რა არის. ეხლა იუდა. მივედით იუდასთან. იუდასზე რაზეც ამბობს, რასაც მიუთითებს იაკობი თავის შვილს, რასაც ეუბნება და აკურთხებს, ყველაფერი არის მაცხოვრისადმი წინასწარმეტყველება. როგორი უნდა იყოს მაცხოვარი, როგორი იქნება იგი. და იპოლიტე რომაელის განმარტების თანახმად ესეთი რამ არის. ბიბლიის ტექსტი ჯერ. იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები. შენი ხელები მტრის გზურგზე იქნება და შეგაქებენ შენი მამის ძეები. მეორდება, ძმები აღარ, შენი მამის ძეები. ლომი ხარ და ლომის ლეკვი, ლეკვი წერია. ლომი ხარ და ლომის ლეკვი. მაგრამ ყლორტიდან აღმოცენდები. დაიძინებ როგორც ლომი და როგორც ლომის ლეკვი და ვინ შებედავს მის გაღვიძებას. და გრძელდება ტექსტი, ნაკლებად მნიშვნელოვანია ის დანარჩენი. მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან შედარებით ნაკლებად. ალბათ ხვდებით, რომ მაცხოვარზეა საუბარი. რას ნიშნავს შეგაქებენ შენი ძმები? იუდაზეა საუბარი. ნიშნავს იმას, რომ იუდას შთამომავლობაში, მხოლოდ იუდას შთამომავლობაში იქნება დავით მეფე. სამეფო შთამომავლები არიან ესენი. თუ ლევი შტო არის მღვდელმთავრების შთამომავლები, იუდას შთამომავლები არიან სამეფო გვარის შთამომავლები. მაცხოვარი გენეტიკურად იყო მეფე. ხორციელი გაგებით, სულიერი გაგებითაც, მაგრამ ხორციელი გაგებით. სისხლი დავითისა ჰქონდა. როგორც მოგახსენეთ, ესე იგი, ფარეს და ზარა, ფარეს შვა ესრომ და მოდის დავითამდე. დავითმა შვა სოლომონ და მიდის ხაზი სამეფო, ვიდრე ქრისტემდე. ესე მითითება არის იმაზე გაკეთებული, რომ მაცხოვარი არის სამეფო გვარისა. გენეტიკურად ასია. და ამიტომ ეუბნება იუდას იაკობი, რომ შენ შეგაქებენ შენი ძმები, შენი მსახურები იქნებიან ესენი. იმიტომ შენ მეფე ხარ, როგორც ღმერთიც და როგორც ხორციელი გაგებით მეფე. ამიტომ შეგაქებენ შენი ძმები. შენი ხელები მტრების ზურგზე იქნება.
ეშმაკს დათრგუნავს მაცხოვარი თავისი ხელების გართქმით ჯვარზე. ზურგზე იქნება მისი ხელები. დათრგუნავს ეშმაკს. აი ესეთი განმარტება აქვს იპოლიტეს. შემდგომ ლომი ხარ და ლომის ლეკვი. ლომი სიმბოლო მეფობისა. მეფე ბუნებისა არის ლომი. მაგრამ აქ ლეკვიც არის ნახსენები. ლეკვი ხარ ლომისა. მხოლოდ ლომი არა ხარ. რაზეა საუბარი? მამა ღმერთის შობილი ხარ შენ. მამა ღმერთი ბუნებითი ღმერთი, რომელმაც შვა თავისი ლეკვი, ეს არის იმავე ბუნების და მეფობის მატარებელი, რაც მამა ღმერთია. იმავე ღმრთებისა ძე ღმერთი. ამიტომ განუშორებელი ხარ მამისაგან. მამა ღმერთის და ძე ღმერთის ჰიპოსტასი განიჭრიდება ამ შემთხვევაში. ორივე ლომია და მაგიტო. მაგრამ აქვე მაგრამ ყლორტისაგან აღმოცენდები შენ. ისე ლომია და ლომის ლეკვი და ყლორტისაგან აღმოცენება რაღაც საჭიროა. აქ არის მის ადამიანურ ბუნებაზე საუბარი, განკაცებაზეა უშუალოდ. ყლორტი ღვთისმშობელია. ყლორტისაგან აღმოცენდები ნიშნავს შენ მეორე შობა გელოდება. კი ხარ მეფე, კი ხარ ლომი, ლომის ლეკვი კი ხარ, მაგრამ ყლორტისაგან, ქალწულისაგან აღმოცენდები ყვავილად. რომელიც აღმოაცენებ ახალ ცხოვრებას ღვთისმშობელში. და ბოლოს სიტყვები. დაიძინებ, ანუ მოკვდები. და ვინ გაბედავს მის გაღვიძებას? ის არ უთქვამს იპოლიტე რომაელი ამბობს. იაკობს ის არ უთქვამს, რომ ვერ გააღვიძებენ მას. ან არ გაიღვიძებს იგი. ის დაიძინებს. მიწოლით დაიძინებს შენ. დაწვებიდან დაიძინებ. როგორც მაცხოვარმა დაიძინა 3 დღე და 3 ღამე. გარდაიცვალა რა. მაგრამ ვინ გააღვიძებს მას? კითხვის ნიშანს სვამს იაკობი. და ვინ გაბედავს? ლომი რო დაიძინებს, ეხლა მის გაღვიძებას ვინმე გაბედავს? შეძლებს ვინმე მის გაღვიძებას ზოგადად? ყოფის ცხოვრებაში არა. და ამიტომაც რადგანაც ღმერთია მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და მიიძინა მან როგორც ლომმა, ვინ გააღვიძებს მას? გააღვიძებს მხოლოდ ლომი. სხვა ვერ შებედავს ვერავინ. და ნამდვილად მისი საღვთო ბუნება აღადგენს მისვე ადამიანურ ბუნებას. და მან, ანუ ღმერთმა, ღმერთი აღადგინა. სხვა ამას ვერ აღადგენდა. და შემდგომ გრძელდება ყურძენში გარეცხავ შენ შესამოსელს კბილები გექნება თეთრი როგორც რძე და ასე შენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კურთხევა არის იუდასადმი. და იაკობმა აი ეს განჭრიდა. ამიტომა ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც მოგახსენეთ. იუდას ფენომენი, იუდას პიროვნება. იუდასაგან ვრცელდება ეს მთელი მოდგმა. რა თქმა უნდა, აბრაამი რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ისააკი, არც იაკობი, არც იუდა არ იქნება. იუდა არის შვილთა შვილი აბრაამისა. აბრაამი, ისააკი, იაკობი და იუდა. და შემდგომ შთამომავლობაში დავითი, სოლომონი და კიდე სხვები. სხვებიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია აქ. აბრაამის ისტორია განსაკუთრებით გამოსაყოფი ისააკისა, ისააკის ორი ძე, ესავი, იაკობი, აი ვინც აკურთხებს თავის შვილებს იაკობი. ესავი საერთოდ არ არის მოხსენებული გენეალოგიაში. იაკობის შთამომავლობა, იაკობის მხრივ მიდის მთელი აღწერილობა. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგანაც 12 ტომი ყალიბდება იუდას, იაკობის შემდგომ უფრო სწორად და იუდაზია მთელი კურთხევა, ამიტომ შევჩერდით ჩვენ
იპოლიტე რომაელის განმარტების თანახმად. შემდგომ არის კიდევ კურთხევები, მაგრამ ან მამხილებლობითი, მაგრამ ესეთი როგორც იუდასთან დაკავშირებულია, ესე არც ერთ ძეს არ უთხრა. იმიტომ რომ იცოდა, რომ სამეფო გვარიდან მოვიდოდა მაცხოვარი და მაცხოვარს ამიტომ ეწოდება ქრისტოს. ხრიზო ბერძნულში არის ცხება, ვცხებ, ხრიზო. ქრისტოს აქედან შედგა. აი რუსებთან არის უთარგმნელად ქრისტოსია, ჩვენთან ქრისტია. ცხებულს ნიშნავს. სულიერი გაგებით, ხორციელი გაგებითაც. სამეფო სისხლისა იყო იგი. მაგრამ საღვთო ბუნების გაგებით მისმა საღვთო ბუნებამ სხო მის ადამიანურ ბუნებას. სული წმინდით სხო. სხვა ცხებულება აქვს მნიშვნელოვანი, მარტო გენეტიკური სამეფო ხაზი კი არა, მაგრამ სული წმინდით ცხებულობა. პირველ რიგში ამას გულისხმობს ქრისტოსი. სამეფო წარმომავლობისა და რომელი სამეფო? ზეციური სამეფოს წარმომავლობის. ამავე დროს გენეტიკურადაც, მაგრამ პირველ რიგში სამეფო ზეციური. დაგლოცოთ ღმერთმა და მრავალ შობა ახალ წელს დაგვასწროს უფალმა, როგორც მოგახსენეთ სიმშვიდით. სიმშვიდე თუ არ იქნება ჩვენს გულებში, განვითარება ოჯახის ვერ იქნება ვერასოდეს. ეს უნდა გავითვალისწინოთ ძალიან კარგად უფროსებმა. შვილები არ დაგვიჩაგროს. არ ჩვენ დავიჩაგროთ და არ შვილები არ დავჩაგროთ. ჯვარი გეწეროთ, ბრავალს დაგასწროთ უფალმა, დაიხრეთ.